ამერიკული სტეიკის მასტერკლასზე მოვედით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საჭაშნიკეში, ამერიკის ელჩი თავად მოამზადებს სტეიქს და გავსინჯავთ, როგორია ვნახავთ. ძალიან საინტერესო მაღაზია Meat Market-ი, რომელსაც აქვს სპეციალურად ამერიკიდან ახდენს ხორცის ჩამოტანას, გაყინული არ არის, რაღაც სპეციალური მეთოდით არის გაციებული და 15 დასახელების ნაჭერია და დღეს არ ვიცი რას გავსინჯავთ, თან ვიკითხავ და თან შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. სპეციალურად ესპანელი შეფია ჩამოყვანილი, რომ მასტერკლასი ჩაატაროს სტეიკის შეწვის. ლაშას ეს ყველაფერი არ ჭირდება, იმიტომ რომ მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სტეიქს მაგრამ სხვა შეფებს ჭირდებათ. წამოდი, დათო ლაბაძეც აქ არის და დათოსაც ვკითხავთ, როგორ მოეწონება. დავიწყეთ გასინჯვა სხვადასხვა ნაირ-ნაირი ხორცების. დათომ გასინჯა ყველაფერი. ტარტარით დავიწყებ. ტარტარი გახლავთ უმი ხორცი, სპეციალური ტექნიკით და ტექნოლოგიით მომზადებული და ბევრს არ უარს. მე მეყვარს. განგა. განგებრიელია. მინდა რომ კარგად გადამიღო. ძალიან ისეთ გემოზე არ არის. გადამიღეთ რა, ჩამის დროს არა. რომ ეს დიეტაზე ვარ და მე ვარ ცნობილი როგორც აქვია მაკვებას, ეგეც არ ვიცი. არა, ჯამრთელი თუ როგორ არის? და ჯანსაღი კვება. ჯანსაღი, ხო, მე მაგით ვარ ცნობილი. მაგით ვარ ცნობილი და ამიტომ მე მხოლოდ ღვინის ჭოხის დროს და მაგის ეს ჯანსაღია პირიქით ყველაფერი. აჰა, გაგვიმარჯოს. ინახია შენ სულხანიან დაავადებული მგელი, უმი ხორცი არის ჯანსაღი. უმი ხორცი, მოდი ამას აქ დავიწყოთ. შენ კიდე იტყვი რამეს. არა, ხმის გამღები აღარავა. პირიქით, გაიგე. ეს არ ნახე. ეს არის თამადისთვის. ამ სასმისით ჩემო საყვარელო ხალხო. აი თანამედროვე თამადა უნდა გამოიყურება და ესენი. კაი, ტარტარს რო დაუბრუნდეთ, ისეთი გემო აქვს. არ აქვს მხოლოდ უმი ხორცის გემო, როგორც ჩანს ის დამუშავება და соуსი თავისას შვება და რა ვიცი, გემრიელია გემოზე, ისეთი ბილია. ანა, ერთი წამი რა მაინტერესებს, იცი? არ აქვს უმი ხორცის გემო რო იძახი. უმი ხორცი ნაჭამი გაქვს? ტარტარი ნაჭამი მაქვს მანამდე და ის უფრო ანუ ტარტარს ადარებ, უმხორც კი არა რომ კაკალიჭო. ხო და მაგის თქვა მინდოდა რომ უმი ხორცი წარმოდგენა ხო გაგ რა არ იღეჭება და უნდა გაგლიჯო. ხო და ის ისეთი ერბილია. დაჭრილია შენამდე ფაქტურად დაღეჭილია და ისე მოგიტან. მაგიტო. იგი ხოზე მიკროფონი რა კარგად უჭირავს. კაი, მაშინ შემდეგზე გადავალთ. ხალბატონი ელჩი ემზადება. კი, სამზარეულოში. კაი, მოდი. ელჩის გაკეთებულია. კაი, მიდი წამებ მაშინ. გავსინჯოთ. ეს არის პიკანია.
ცივად ორივე, ცივი კერძია. ტარტარი მირჩევნია. ნახე, ყველა ქართველი დაგეთა. ყველა ქართველი რომ უმხორცზე გადავიდეთ, უამრავ გაზს დაზოგავს საქართველოს. ეკონომიკა გაფრინდება. უმხორცს რო დავერიოთ. ამიტომ კარგია გავაკეთოთ უმიხორცის პოპულარიზაცია. რა თქმა უნდა. მე მაგალითად ნაგიტო რომ ელექტროენერგია თავზოგო უარი თქვი უთოზე. მართლა? ხო, თუნდაც გამოიყურება დასაუთოებელი. მეც რაღაცა პერიოდი უარი ვთქვი უთოზე და ვიფიქრო რომ შევავსო ტანზაცია. გადაიჭირა ორგანიზმზე. და უთოება არ დაჭირა. შენ ჩემს ავიდაღარ სახეს რას უშვებიო რომ მეკითხებიან ვასუქებ მეთქი პასუხო. არაფერს არ ვაკეთებ საერთოდ, უბრალოდ ვასუქებ. აი, მაგპესებს. სწორ გზაზე დგა. მე თუ გავაკეთე ამ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ დიეტები ცოტა ხასიათზე მაყენებს. სახის კანიც გადას. მე თუ გავაგრძელე ამ არხის კეთება კიდე 10 წელი, მე შევავსებ სახეს და ტანსაცმელს. უკვე მიყვირს. არა, მე კიდე მოგწონს სწორი ტენდენციები. აშკარად კარგი გავლენაა. ხომ არ ასე მიყვირს რომ არ ეთყობა კულინარული შოუს წამყვანიო. წესით ხო უნდა გეთყობა კულინარული შოუს წამყვანი. ეს ძალიან გემრიელია. აქ ხორცის გემო ისე იგრძნობა რა, ინტენსიურად უფრო. აია. ძალიან კარგი. იცი რა არის? ძალიან შემოუსუნებელი კერძები. ხანდახარ სასიამოვნოა. კი, აი ხა თვითონ რა თქვა, იცი? მეო პირადად ხორცო, აი ესე ხორც, მარილის და წიწაკის გარდა საერთოდ არაფერს არ უშვებია. ხო და ეგეთია. უბრალოდ რამდენიმე რესტორანი მაქონა, ვიციო რომ უყვარსო და ხალხსო და აი ამიტომ სხვადასხვა სოუსები მოვიტანოთ. მე პირადადო დარწმუნებული ვარ რომ მარილის და წიწაკის გარდა არაფერი ხო. მათ შორის არც თერმული დამუშავება მოინდა. აბა, მანდ ჯერ გავსინჯოთ. თუ გინდა ჯერ დათოს ემოცია გადაიღე. აბა, გაია, მართლა. მოვალ. ვა. ძალიან მაგარია. სარბილი და ფაფუკეა. წვნიანი. ხორცის გემოთი. მედიუმია, რეარი თან რას თავარია. მე არ მიყვარს ეს გადამჭრალი სტეიკები. კარგია, ეს სხვა დონეა სტეიკის. ერთიც უნდა ვცადო. ძალიან მაგარია, ძალიან. ფაფუკესია. უყა ჩემი ესე დაჭა. იგი, ეს არის T-bone-ის ნაჭერი. პატარა ნაწილი. ამას გაგატყუოთ. T-bone-ის ნაწილია ეს, ის იყო ribeye-ის ნაწილი, ერთ-ერთი ნაჭერი კიდე ribeye-ის და ეს არის T-bone-ის ნაწილი, ნაჭერი. და გავსინჯოთ და ვნახოთ განსხვავება. ყველგან არის ეგეთია. კარგია. ribeye-ის ნაწილი უფრო რბილი იყო, ხო? ეგრეა. როგორ? იდეაში ბოლო ეს როგორ ჩანს? ისე ლაითაც ვერ კეთდება როგორც ის, ცოტა დიდი ხანი უნდა გაჩერებო. ცოტა უფრო გამომშრალია. ცოტა უფრო მაგარია და უფრო ნაკლებად აქვს ხორცის ის სოუსი. ნიკოш ესე იგი, ეს ყველა ნაჭერი, დღეს რაც გავსინჯეთ, ribeye, T-bone-ის ნაწილი, არის შავი ანგუსის ხორცი. შავი ანგუსიდან ამოსული ნაჭრები არის. ვაგიუს ხორცი, რომელიც ასევე ძროხის ჯიშია, დღეს არ გვაქვს მენიუ. ეს არ გვაქვს, მაგრამ მიფარგეჭი გვაქვს. ჯამში გვაქვს 115 ასახელების ნაჭრი.
ისე რამდენი არსებობს სტეიკის საჭმელი? არ არის ბევრი სხვადასხვა. როგორ არის აქ პიკანიას მაგარი. როგორ დაჭრე? იმის მიხედვით ასაგენ. ერთ იგივე ნაჭერი, აი ჰორიზონტალურად, ჰორიზონტალური ნაჭრები შეწყდა და ვერტიკალური. სხვა პირიქნება. აბსოლუტურად სხვა. ეხლა რაც გვაჩვენა თავიდან ის არ გამოსულა ჯერ პრაისები. გულის ფორმა აქვს საფუძვლიანი რა. ეგ არის კალიფორნიაში ყველაზე ცნობილი. ის ამ იუენტის ჩამოვიტანეთ, მაგრამ მაგაზის მალე Hello again. Thanks. Thank you. My name is Anna. Thank you. Anna, my daughter's name. Should we do it right here? Yes, please. Yes, just two questions, very simple one. So, how it feels to have American steak in Georgia? Okay, I love Georgian food. I do. It's delicious. But when people ask me what food I miss from America, the only thing I ever say is steak. I really miss American beef because I think it's delicious. So I'd love to see more American beef in Georgia. I think it will go great with the other Georgian food. So it was really a great event where we could all taste lots of different cuts of beef. It was awesome. Oh, thank you, Madam Ambassador. And do you have some, you cooked today for us, so do you have some maybe secret techniques or some secrets in the kitchen? And do you cook often? I do cook, Oh, great. but I'll tell you the way we usually cook really good beef, and most Americans is we grill it outside. So you take a piece of beef, put on some salt, you grill it. You don't need a lot of other things. Have a nice Simple. bottle of wine. I would say a Georgian saparavi and a big piece of American steak grilled outside is the perfect meal. I agree. Thank you so much. Thank Thank you. you. So nice to meet you. Thanks again. Have a good day. გამარჯობა პიკანია. საინტერესოდ გამოიყურება. ძალიან. მოდი ავიღოთ ერთი პატარა. ზევიდან რაღაცა ხმის. ჩიმჩური აქვს მოსული. როგორ სვათ. აბა გავსიო. ხორც მოტკბოგემ. აჰა რა. ჩიმჩური ცოტა მწარე იქნება. აი ეს უფრო წვნიანია თიბონზე მეტად. ნაზია ესეც. ხო, ცოტა უფრო მოწმოგემო აქვს. აი ამ ნეკნის წინა. დანარჩენი ხორცი არა. რბილია და ისეთია, სასიამოვნო. რიბაი მაინც მე მგონი ჩემი რჩეულია. სტრიპლონი. ახედა ნახე მარილი. აი წაღან რომ მარილზე ვამბობდით, უყურე როგორი მსხვილი მარილი აქვს მოყრილი, ესეთი უნდა იყოს. დავსინჯოთ სტრიპლონი. ოღონდ ეს ცოტა უფრო ისეთია, რაღაც ნახე, წიფელი წყი არ არის ძალიან. ეს ამ ფოტოაპარატით გადაღებულია. ამ ფოტოაპარატით გადაღებულია. ესეც სხიმია. ესა. უიმე ბოდიში. პატარა ფენა. სხიმის და უხდება. მაგრამ რიბაივით წვნიანი არც ერთი არ არის. გემრიელია და ძალიან. ამასაც აქვს აი ეს ცხიმი ცოტა და აი ცოტა მაგრამ უფრო ოდნავ მაგარია. ხო. რიბაი მაინც მე მგონი არა საუბარი. გემრიელი. გემრიელი. ყველაზე გემრიელი რიბაი. ყველაზე გემრიელი რიბაი. ჩვენმა მეგობრებმა გახსნეს ძალიან საინტერესო სივრცე და კარგით დავათვალიერებთ ახლა და მოვედით ბრიქსში. ბრიქსი ქვია, სადაც არის პოპაპი, გიგი აფციაურის პოპაპია. ამიტომ დავიწყებთ გიგისთან ერთად. გამარჯობა. მოდი რამენაირად ეს ნახე, მაგნიტი აქვს. ეს მაგნიტი ამოიტარე და
ხუк მიგამაგრებ. სანაბახუსეო. პოპაპი გაქვს შენ, ხო დღეს? კი ბატონო, ეგრე გამოვიდა. რეიბია. ნუ კლასიკური ჩიხირთმა გვაქვს. ოღონდ კარგი ჩიხირთმა გვაქვს. და გვაქვს აკოს მსგავსი, ეს მე ვიყავი. მსგავსი აი ხო ვიძახ, ჯერ არ მიჭამია და რა შევჭამა. რატო არ გიჭამ? დრო არ მქონდა. მაშინ ჩვენთან ერთად. ხო და მერე მეშველება და მეორე რაც გვაქვს slow cooked beef-ი გვაქვს, რომელსაც 8-10 საათი ვაცხოვდი. საკმაოდ ხორცი. ხო. ეგ არის ბარბეკიუსთან ერთად შეზავებული, ცოტა ნივრისპირე აქვს ისეს და ჩვენი გამომცხარი ტაკოს პურები გვაქვს და აი კაი ხემსევითაა რა, არც ძიმე არ არის, არც მსუყე არ არის და აი სადღაც შუაში ის რა. აი გამოსინჯება რაღა დაგვრჩენია. წვნიანით დავიწყებ რა. მე ზოგადად ნაბახუსევის საჭმელი არანაბახუსევზეც მეყვარს, იმიტომ რომ აი რა ნაბახუსევის საჭმელი არის, ცოტა მომჟო, ცოტა წვნიანი. ზუსტად ეგრეა. ძალიან მეყვარს. ეგ გათვლა გქონდა. ჩიხირთმის მომზადება ძალიან რთულია, ლაშა ამბობს ხოლმე და არა. არა, აი კარგის მომზადება კარგი და ჩიხა. კულინარიულად ძალიან ისეთი კერძიაო. არა, უბრალოდ სწორი ტექნიკა უნდა, იმიტომ რომ აი კვერცხით კეთდება, კვერცხით ვაგეჭრა, გადასასხმელი გაქვს და ეგეთ რაღაცებს უნდა დაუკვირდე რა. არ უნდა აგიდუღდეს მასა, როცა უკვე შეაზავებ კვერცხთან. სულ დაბალ ტემპერატურაზე უნდა გქონდეს და არ უნდა წამოგიდუღდეს, თორე აი ეგ არის აჭრილია და მან ვერ გემოცირება და სტრუქტურაც ნუ კატასტროფა ხდება. ერთგვაროვანი მასა. ხო, აი სადღაც გექნება ნაჭამი დაძინძილი ხორცებით რო ყრეავთ, ხორცი რო არ არის რა. აი ეგ არის აჭრილის. მე მაწმის სუპი არ მეყვარდა ბავშვობაში, მაგიტომ კვერცხის გამო. ხინძი გინდა? კი, მინდა, ყველაფერი მინდა, რასაც ამირჩევ და უკეთებ, რა ვიცი. ხინძი. ეს პოპაპების ამბავი ზოგადად ძალიან კარგია, იმიტომ რომ მრავალფეროვნებისთვის სიცხარე როგორ გიყვარს? ძალიან ცხარე არა. ახალსინჯა, აი შენაირი ტიპების რაც შემოქმედება შეგიძლია გასინჯო, მიხვიდე სხვადასხვა სივრცეში და კარგი რაღაცა. ახალია პრინციპში რა ჩვენთვის აბერტო დაიდა თხილად. კი, ნახე რა ლამაზი აქვს ხავსებიდან გადავიდა. პურიც აქვს და ლიმონი ხო სიმჟავისთვის შეგიძლია აი ვარიანტი. მოვაწოდოთ ლიმონი. ჩვენ გვიან მოვედით და ხალხი შეცოტავებულია უკვე და მგონი შენ ჯამის დროც არის. აი ცოტაც ბარი ყველა მოვიშოროს ამბავში და მე უკვე ჩემთელსაც მივხედა. აია. იჭმევა ხო? ძალიან იჭმევა გიგი. ძალიან კაია. მადლი. თეთრი ხორცებია ხო? მაგრამ ნახარშია ლიანი ის ხათმის ფილე არის თვითონ მან რო ძვლები და ეგ სტრუქტურა არ იყოს. და ხო, კი რა, ხათმის ბულიონი კეთდება, მე ხათმის ბულიონი უკვე იფილტრება და მაგ ხათმის ბულიონში მიდის ხახვინი, ორი ქინძი, კვერცხი, ძმარი, მარილი. და ეგ არის მთელი ეს. ბევრი ვარიაცია შეიძლება კიდევ თქო, აი პიტენა შეგიძლია დავუმატო ჯინჯერი. ცოტა სხვაგან მიდის, მაგრამ თან ჩიხირთმის მუღამიც აქვს და გემოც ბევრად ისეთი აქვს რა, საზაფხულო უფრო რა. ხო, საგაზაფხულო, საზაფხულო. გიგი, ეხა რას აკეთებ, სათხარ, რას მოღვაწეობ? მე მოღვაწეობ სასტუმრო მარგოების ბრენდ შეფი ვარ. ეხა ორ დღეში ესპანურ რესტორნის გახსნა მაქვს ვაკის პარკში. და ესე რა. დაგპატიჟებ მე იმენი. კი, მართ წესით აი ამიწველოდები, თორე ხვალ მქონდა გეგმაში, აი 5 შაბათს ან 4 შაბათს უკვე მზეები ხატია და ეგ დღეები. ეს რავი არაფერი, მოგზაურობ რესტორნებში რა ძირითადად. რა ეხლა საფრანგეთში მივდივარ ერთი თვე სამუშაოდ. მე ამსტერდამში მივდივარ 3 თვით და ანუ ძირითადად სულ მოძრაობაში ვარ რა. ლაშ, დავსტოპდეთ, მოდი, ეს მინდა რომ ბოლომდე ვჭამო და მე მეორეს გავსინჯავ და შევიდეთ დავთვალიეროთ სივრცე. კაი? კაი.
თავარი ეგ არის? თავარი ამბავი. კი. აი, ატატო, დუდი, ამ ამბების შემოქმედები. ეგრე გამოდის? წამო, ეხა ექსკურსია გავაკეთე. ბევრი სივრცეა, ბევრი ოთახი. ბევრი ხო, აღოთ არ ეთხოვა. არ ეთხოვა. ხო, არ ეთყობა და თან რაღაცა ისეთია ძველი და მომწონს. ბარზე მთავარი პინგ-პონგი არის. ჩემთვის. მე ვერ არ ვიცი, კაი. მაგაში ეჭვება ბარო. ესეც კაია. ხო, ჯუკბოქსი ძალიან კაი არის. შეგიძლიათ მუსიკა თქვენ დარჩიოთ. აქეთ გვაქვს. Working space-ი. ანუ შემიძლია სამუშაოს ეს. კი. ნამდვილად working space-ია. ნამდვილად working space. ინტერიერისთვის. არა, ნამდვილად working space-ია. ანუ რაღაც ბარში თუ შემოდიხარ, შეგვიძლია რომ ეს სივრცე გამოგიყენო, რომ ლეპტოპით იჯდე იქ იმუშაო რაღაც. დღეს ვიდეოს ვდებთ და შეიძლება შეგვიძლიათ აქედან დაამონტაჟოთ მე. მე ჩვენი კონცეპტ სტორი. ეხა რამდენიმე ანუ სხვადასხვა ნივთები გვაქვს, მაგრამ მთავარი თემა არის, რომ გქონდეს ქართველი არტისტების ნამუშევრები. ეხა ყავს 4 არტისტი. ვინ? მარიამ კოშილოვა, ზუკა კობახიძე, სანდრო ფაჩუაშვილი და ელენა ღვინეფაძე. ჩვენი მეგობრები არიან ძირითადად, მაგრამ კიდევ ვინმეს თუ გაგსურს რომ დაგვემატოთ, შეგვიძლიათ შეგვეხვიეთ. ეს არის ელენა ღვინეფაძე. ელენე ღვინეფაძე, მეც მიკიდია. მე ვიცი ხო. ჩემი საყვარელი მხატვარია სხვათა შორის. ხო, საუკეთესო არის. ეს საუკეთესო ქალიც არის, ცალკე. ცალკე კარგი. ეს არის პრინჩოფი, ედელვაისი. და პოსტერები აქვს ძალიან ბევრი და ძალიან კაი ძველები აქვს გადმოახლებული სხვადასხვა ზომები. შეძენილი მათი პოსტერი და ესეც მიგიდია სხვა. ხო. ელენე ღვინეფაძეს პოსტ ყველაფერი აქვს. და აქეთ არის ფილმშოპი. და აქეთ არის გამარჯობა. არის კამერები, ფირიანი, კიდე რაღაც პატარა კამერები, ესენი იქ რომელი და კონკრეტული ფილმები. დიზაინერის რომელი კონკრეტული დიზაინერის დასაზმელი. ეს არის მარი ოსაკის ვინტაჟური ნახმარი ტანსაცმელი. ვინტაჟური ნახმარი second hand. დიახ. აუ მე ძალიან მიყვარს, აი მაგალითად ეს არის ჩემი ვინტაჟური შენაძენი. აქა შეგიძლიათ მარი ოსაკი მაგარი არის. კაი, ძალიან კაი. სულ ეს არის მოკლედ. ჯერჯერობით. მე გამჟღავნებაც ეკნებათ. უთხარ რომ გამჟღავნებაც გეკნებ. მადლობა. ნახე რეჰანი იცადევს. ეს მეორე დაკონდა დაადო ზევიდან. როაილა. ძალიან გემრიელია. გიგი ესაც ძალიან კაია. ძალიან გემრიელია. შენ გააკეთე? რატო ვაქებ აბა გიგის? ძალიან გემრიელია მართლა. მოდი სტუმრები გავატაროთ. არა ვახავს. უმაგრესია. ამა ხო შენ? ხარ ძერ. რბილი. ჩაშუშული. სიცხარეც აქვს, slow cooked, ეგ არის პრინციპში ჩაშუშული. სიცხარეც აქვს და ის მწვანე რაღაც ქინძისეთი მაგრად უხდება. გურჩა.